სახელიდან ამისათა და დათისათა და სულისათა იმისათა ჩვენთან არსებობს ერთად აღმოსოთ მეთქმა გავხსნოთ შეგეცეთ ციგნის მადლი დიდებადა მადლობა უფალს აძლევს საშუალებას დროს ჟამს და შეძლებას რათა აღვავლინოთ სამადლობელი და საედრებელი სხვერპლი უფლისადმი მადლობა უფალს რომ გვაქვს საშუალება ვილოცოთ ერთმანეთისთვის ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის ვილოცოთ ჩვენი ოჯახებისთვის და ვილოცოთ ჩვენი მტრისთვისაც რომ ერთმა კეთილგონებამ მიიმადლოს ყველას და მტერი მოგრად გვექცეს ვილოცოთ რათა უფალმა მოგვცეს ძალა სწორი გზით ვიაროთ მართალი გზით უფლისა მოსაწონები ვიყოთ ვეცადოთ გამოსწორდეთ და ცხოვრების გზაზე ვიდეთ დღევანდელი საკითხული სახარებებიდან ვეცდები რომ შეძლების და გავამახვილ ყურადღება თითოეულზე მაგრამ უთავისოდ მაინც აქედან ერთი იყო მნიშვნელოვანი სახარება არის და ყურადსაღები ძალიან ყველა ადამიანისთვის და რა იყო სახარებაში რა თქვა უფალი მადლობის შემდეგ გადის უდაბნოში და მარხულობს უფლის მარხვა იყო ასეთი რომ საერთოდ არ უჩვენებია და 40 დღის შემდეგ მიდის ეშმაკი მასთან და იწყება მისი გამოცდა. მეუბნება ესეთ რამეს. პირველი რაც უთხრა იყო ესეთ რამეს. ნახეო რამდენი ქვებია შენ თუ დიდი ხარ და შენ თუ მაგარი ხარ გასაგებინაზე ვთქვა რომ უთხარი ამ ქვებს რომ პურებად გადაიქცეს და შეჭამა. და უფალი პასუხობს არა პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოველი ღვთიდან გამომავალი სიტყვით. მეორე საცდური და განსასწრელი, რომელიც ეშმაკმა მოუწყო, არის ასეთი. აიყვანა მთაზე და ეუბნება აჩვენებს მთელი ქვეყნის სიმდიდრეს, ეუბნება რომ თუ თალყანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება. წარმოიდგინეთ როგორი აპარტამანი არის ეშმაკი. გონია რომ ეს სამყაროს სიმდიდრე და დიდებულება მისია და მას აკეთებს. რადა სინამდვილეში ღმერთისა არის ყველაფერი, მაგრამ უფალი რას ამბობს უყურეთ? ანუ ეს თაყვანისცემას ასწავლებს. მე მეცი თაყვანიო და შენი იქნება. და უფალსა ღმერთსა ეცი მხოლოდ თაყვანი განვეჩენდა სათანადო. ეს მეორე სასტური აძლია და მესამე იყო აიყვანა უკვე მაღალთაზე და ეუბნება რომ აქედან გადმოხტიო და ანგელოზები ხელში აყვანილს გატარებო შენ თუ დიდი ხარ შენ თუ ძე ხარ ღვთის უფალმა აქაც უპასუხა რა განსადო უფალი ღმერთი შენ და ეშმაკი განშო აი ეს სამი ვნება არის უმთავრესი გემოთ მოყარეობა დიდების მოყარეობა და სიმდიდრის და ფულის სიყვარული აი ეს სამი რამ არის, რაც ადამიანს ძირითადად ღმერთს აშორებს და რითიც ეშმაკი ადამიანების მთელი სამყაროს უმეტესობა უჭირავს ხელში. აი ეს სამი განსაკუთრებით. ანუ უყურეთ ახლა ყურადღება მიაქციეთ პირველი სიხარბის უნებას აღწევს. უფალმა დაძლიერა და მოგცა მაგალითი რომ ჩვენც ესე უნდა დავუძლიოთ. სიხარბის უნებას აღწევს. ჯერ ერთი რომ საერთოდ ვინ ეკითხება იმას ხო? მაგრამ უყურეთ განა პურადო, პურებად გადაიქცეო. ორი აი ამ სიტყვას მიაქციეთ ყურადღება ჩამოყალიბე. პურებად. უფალი ეუბნება რომ არა პურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოველი ღვთიდან გამომავალი სიტყვით. და ჩვენს როდესაც სიხარბე მოგვეძალება ხოლმე და რაღაც ასეთი საჭმლის გამო რომ ხოცვას ეთვარებს, საჭმლის გამო რომ ადამიანი ძმა-ძმას გადაეკიდება მეზობელი მეზობებს და სახელმწიფოების ხო აი ეს ძირითადად ეს სამი რაღაც არის ხოლმე რის გამოც ერთმანეთს ემტერებიან ადამიანები უნდა გავიხსენოთ რომ მაცოცხლებელი და მაცხონებელი ღვთის სიტყვა გამო კარგავს ღმერთს, კარგავს ადამიანებს უნდა ახსოვდეს რომ ეს ყველაფერი დროებითი, წუთიერია, წამიერია და იმას
ის გაქრება და ხელში არაფერი არ დარჩება და ამის გამო, სიმდიდრის გამო არ უნდა დაკარგო უმთავრესი, რომელიც არის ქრისტე, რომელიც არის სულიერი ცხოვრება და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა უარყო ერთად. ასევე დიდების მოყარება უმთავრესი არის, ხო? აი ადამიანები არიან, რომელიც ქებადიდება ყველას უყარს, მაქებაზე არ არის ლაპარაკი. ესეთი ცუდები არიან, ისინი ჩვენიდან გამოვიდნენ. ჩვენი სხეულია, ხო? ერი არ არსებობს ცუდი ხელისუფლება და ცუდი ხალხი. ან ის კარგი იყოს, ეს ცუდი იყოს. ყველაფერი რაც ხდება, მიზეშედეგობრიობით არის. რადგან ვიმსახურებ, ჩვენიდან გამოვიდა ეს. ვინც არის? ხო და ეს რო არ მოხდეს, აუცილებელია სულიერი ცხოვრება. აუცილებელია რომ ადამიანებმა დავიწყოთ სულიერი ცხოვრება და ზნეობრივი პრინციპები განვიმტკიცოთ. აი მე ხშირად ვამოხმობ რომ უნდა ვიცხოვროთ მეთქი მხოლოდ ქრისტესთვის, მხოლოდ ქრისტესთან და მხოლოდ ქრისტეში. რას ნიშნავს ეს? როდესაც ადამიანი ქრისტეში ცხოვრობს, ანუ ეზიარება, ლოცვას კითხულობს, მადლიერია ღმერთისა, აღსარებას ამბობს. ხო? აუცილებლად ამან ის იცის, რომ გაჭირებულს უნდა დაეხმაროს. აი ამ პურისა და საჭმლის გამო ძმას არ უნდა ემტეროს, არ უნდა ძირი უთხაროს და ასევე იცის ის, რომ რაც ადგინა ხელისუფლებაში მომდეს და რაც ადგინა გააკეთოს, ქრისტესთვის თუ იცხოვრებს, ის ღვთისა და ქვეყნისა უნდა გააკეთოს, რომ გაჭირებულსაც მისცეს, ქვეყნის საზღვარი დაიცვას, დაუშვათ, ობოლს ქვრივს, სწორი თავისი ლუქმა, სწორად მოპოვებული ლუქმა გაუტეხოს. ბავშვები ისე გაიზარდნენ, ისეთი განათლების სისტემა ქონდეს, რომ ღვთისკენ მოტრიალდნენ, ხო? ანუ თუ იქნება ჩვენი ცხოვრება აქეთკენ და მარტო საჭმლისკენ, მარტო დიდების მოყარებებისკენ, მარტო იმისკენ, რომ მე ყველაფერი კარგად საქართველოში და ჩვენს ოჯახებში ვიწოვოთ ჩვენ გადაგა. ჩვენი ისტორია არის მეორე ბიბლია გადაშლილი საქართველოს ისტორია ჩვენ წინაპრების ცხოვრება არის ცხოვრება ქრისტეს ცხოვრება სიმართლის სამშობლოში და იქ არის ესეთი მომენტები როდესაც ჩვენ ვიყავით ძლიერები არის მომენტები ვიქნათ განსახილებშია რატო? იმიტომ რომ როდესაც ქართული კაცი ღმერთს ვიწყებდა მე შევა განსახილებელი დავით აღმაშენებელი გიორგი ფსკინოვი და ვახტანგ გოგესარი ძალიან გამოყო განსაკუთრებით როდესაც მან წესრიგი დაამყარა ეკლესიაში ქვეყანაში სულიერება აიყვნა ამას მოყვა შემდეგ აღზევება ის მატერიალური ეკონომიურიც და ყველაფერი იყო კარგი მაგრამ როდესაც შემდეგ ქართული კაცი მიეცადა სმაჭამასა და ხედას და ღმერთი დაივიწყა მერე მოყვა იმას განსასწრებელი და დღემდე ასე და თუ ჩვენ ვერ გავიგეთ და ვერ შევიგენით რომ ჩვენი ხსნა არის მხოლოდ ქრისტეში არაფერი არ იქნება მაგრამ ამას რაც ამ შევიგნით ყველაფერი შემოტრიალდება ავიღოთ მაგალითად ადამიანი რომელსაც არის ადამიანები ზოგს მეტი ეძლევა ზოგს ნაკლები ხო ღვთით ეხლა საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ ადამიანი რაც მეტია მე მარტო ხელისუფლება იცვლება გაგიდება სინამდვილეში იმას აი ღმერთმა მისცა რაღაცა გაჭირებულია ლეფტა ღმერთს კი არ სიამოვნებს იმ გაჭირებული ის რომ გაჭირებული იყო და იტანოს ეგრე კი არა მაგრამ ის მეც ვერ დაიტანოს ეს იმას ანიშნავს რომ იმისთვის ეს მაინც და მაინც ბეჭედია რომ თემ ცხოვრება ისე უნდა იყოს არა შეიძლება განვითარდეს ოღონდ განვითარება ჯერ უნდა დაიწყოს სულით იმიტომ რომ შეიძლება ფულიც მიიცეს მაგრამ ბევრი მინახე ისეთი ადამიანები ფულიც მისცემია თანამდებობასაც მოსულა და დაღუპულია არის ესეთი პატერიკი აქვე ვიტყვი აუცილებლად რომ ერთი გაჭირებული ქვისმთლელი კაცი იყო და ერთ-ერთი წმინდა მამა ხედავდა რომ ეს კაცი რასაც აკეთებდა რასაც შრომობდა ნაციის პირობითად თქვა მეათეს გასცემდა ეხმარებოდა და ილოცვა ღმერთო შეეწიო ამ ადამიანს რომ ბევრი კონდეს რომ ბევრი სიკეთე გააკეთოს ანგელოზი გამოიცხადებოდა რომ შენ არ იცი რა სიტყვა
იმიტომ რომ იმას მეტი რომ მიეცემა შეიცვალა, მაგრამ მაინც იმეცო. და მოხდა ესეთი რაღაც. მერთმა დაუშვა. და აი ამ ქრისტის დროს ძალიან დიდი ოქრო იყო. ძალიან დიდი ოქრო იყო და შეიცვალა მის ცხოვრება მატერიალურად გამდიდრდა. აბსოლუტურად შეიცვალა, სულ დაიმეცდა სიკეთის კეთება. და ღმერთი დაკარგა. ეს ბერი სინამდვილეში ჩავარდა, რომ რა გამაკეთე, ეს რა ვილოცე, კაცი წავახდი. ესმით? ანუ მატერიალური კეთილდღეობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთთან არის და ყველაფერი კარგად. ხშირად ეშმაკიდანაც ეძლევა ადამიანს. ის ადამიანი თუ ღმერთთან არ არის, ყოველივე ამაოა. აზრი არის. და შემდეგ ილოცავ კაცმა რომ ღმერთო გევედრები ისე გააკეთე რომ ის დაუბრუნდეს თავის ნორმალ სახეს. აი ამ ადამიანს ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო, ჩვენს გარშემო, რომელიც როცა იყო გაჭირვებული, როცა იყო შეჭირვებული, ის უფრო ხუთი რაღაცა პატარა მატერიალურად წინ წავიდა, დაკარგა ყველაფერი, სიკეთის დაკარგა, ადამიანობის დაკარგა და დაუპირისპირდა და დაიღუპა ბევრი. ამიტომ როდესაც ადამიანი ვაგლახებს და ტირის და ვიშუშებს, რომ აი ეს რა დავაშავე და რატომ იჭირს ასე. მაგითო არის რომ მადლობდე უფალს ყოველივესთვის და იფიქრე და იშრომე იმ უკეთესისთვისაც, მაგრამ დაიწყე ჯერ სულის გამოსწორება. ანუ ჯერ ჩვენი სულის გამოსწორება უნდა დავიწყოთ, რომ ის რომც მოგვეცეს ის მატერიალური რაც გვინდა, თუნდაც ის ჯანმრთელობას თუ ის ყველაფერი მივიღო, შევძლოთ დატევა. იმიტომ თუ ღმერთთან არ იქნება, ეგეთი არც სიმდიდრე გინდა, არც ის საჭმელ სასმელი გინდა, არც თანამდებობა გინდა. გესმით? და კიდე ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანო. 90-იანი წლები გახსოვთ ალბათ საქართველოში ყველა ჭადი და პური რო ქონდა და ჭადპურას რო ჭამდი, თვეობით და პურის რიგები რო იყო და დენიც რო არის. ეხლა ბევრი სიტყვა მეტი სიყვარული იყო, დიახ, მეტი სიყვარული იყო. აბა რატო გამიცეთ პასუხი? დიდი დრო არ გასულა. მას შემდეგ ნიშნავს რომ ბევრი რაღაცა ვაკლია, განსაცდელია, დიდი პრობლემების წინაშე და ქვეყანა, მაგრამ მატერიალურად ვისი აღარ აქვს. მაგრამ ადამიანი დაივიწყა ერთი. კიდევ უფრო მეტად. იმიტომ რომ შენ თუ არ გინდა გაცემა, გულები გაუქვავდა. გაჭირვებულის რაღაცა ვიდეოს დადებო რომ უჭირს ადამიანი პურს ითხოვს, საჭმელს ითხოვს. კაციშვილი არ ნახულობს კი არა და არ გირიცხავს და ეხმარება კი არა. გახედვაც არ აქვს. ვიღაცა ახლა გვარს არ დავსახელებ, გამოაქვს, ტუნაობს, კონტროლშობს, რაღაცებს აკეთებს და იმაზე არის მთელი ამბავი, მთელი ერი ტარს უკრავს, მე აგინებენ, ანუ სანახაობის იმად გადავიქეცით რაღაც. თან მიჭოს სანახაობისა, სანახაობაც არ არის. ანუ გულები გაუყვავდა ხალხს. გაჭირვებულისკენ ხელის გაწვდა აღარ უნდა. არადა მაშინ მე მახსოვს, პატარა არ ვიყავი, ერთს რო უჭირდა მთელი სამეზობლო შეიკრიბებოდა იმისთვის შეშის მოსატანაც მიდიოდნენ. გასათოხნი რო ქონდა, იმისთვის გასათოხად მიდიოდნენ. სახურავი ქონდა, გადასახური, მიდიოდნენ და სახურავს უყრავდნენ. აი ეს იყო სიყვარული, ეს იყო თანადგომა, იმიტომ რომ საფრთხოს აყენებდნენ წინ ღმერთისას. და ეს იყო, როდესაც ღმერთისას წინ დააყენებ, როდესაც ხვისას წინ დააყენებ, შენც მოგეცემ და ჩვენ აუცილებლად გადავრჩევთ ესე თუ იქნება. მაგრამ როდესაც სიტყვა ჩვენის მაგიერ შენ დადგება და მე მარტო მე, როდესაც არ გინდა გასცე და წუწკირო გაწუწკებული იმასაც დაკარგავ რაც აქვს. ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ქრისტეში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის რომ გაცემა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ქრისტესთვის. მხოლოდ ქრისტესთან და მხოლოდ ქრისტეში რომ გადავრჩეთ და გადავრჩებით აუცილებლად. მოგვეცემა ის მატერიალურიც, ის ტერიტორიების დაბრუნდება და მართლა გაგწინდება საქართველოს. ეს ჩვენზეა დამკვიდრებული. ოღონდ სწორი მოქმედება, მართალი მოქმედება. როგორც გითხარით, სამწუხაროდ ბევრია ჩვენს გარშემო, საავადმყოფოში, სანათესაოში, სამეურნეობაში და მუსიკითაც, რომლებაც სანამ გაჭირვებული იყო პირობითად თქვა მატერიალურად, უფრო გასცემდა, უფრო ლოცულობდა, უფრო მარხულობდა, ეზიარებოდა, შეიძინა, ყველაფერი ვალები გადაიხადა, სამსახური შევა და ვეუბნები რომ ტაძარში მოდიდა.
და განაი ყველაფერი ღმერთმა არ მოგცა და მადლობის გადახდა და რომ მადლობის ნიშნად წირვაზე მოხვიდეთ და ეზიარო იმასაც დაკარგავ რაც ესე ხდება ხოლმე ანუ ღმერთის ადგილას რასაც დააყენებ რასაც გააკერბებ იმას დაკარგავ აუცილებლად და ხალხი მიდრეკილია აქ როგორც კი ღმერთთან არ იყოს და ყველაფერს დააყენებს იმის ადგილას და მე მოდიან სამწუხაროდ უკვე დაანგრევლები, დაქცეულები, განსაცდელში მყოფები და ასე შემდეგ. არა და მარტივად არის საქმე, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა მადლობდეს ღმერთს, გაჭირვებაში მყოფიც და დამხენილიც და ყოველივე აღშობდეს, რომ თავისით კი არა, ღმერთიდან მოგეცა და მადლობდე უფალს, დღეს თუ შენ განსაცდელში ხარ და გაჭირვებული ხარ, შენ არ იცი ეს საფრთხო განგებულება, მაგრამ ეს არ არის განაჩენი. საბოლოო შენ შეგიძლია ეგ შეცვალო. შენი თავისუფალი ნების სწორად წარმართვით. თუ დაიწყებ ქრისტესკენ, ქრისტესთან და ქრისტეში ცხოვრება, ლოცვით, მართვით, აღსარებით, ზიარებით, აუცილებლად შენ პირველ რიგში სულიერი მზაობა მოგეცემა, იმისა, რომ ის მატერიალური რომ მიიღო არ შეიცვალო. უყურეთ, ქრისტემ იმარხულა, რომ მე ეშმაკი რომ მოვა და განსაცდელს მოგიწყობს, შენ შეძლო. ის დაუშვათ მატერიალური სიძლიერის მიღება თუ ეკონომიური თუ პური საჭმელი მოიპოვე თუ თანამდებობა ეშმაკი რომ მოვა რომ დაგაკარგინოს შენ თუ ნალოცი იქნები ნამარხული იქნები და ქრისტესთან იქნები ღმერთით მოგეცემა და მოგეცემა ძალა რომ შეძლო იმის განკარგო თუ არა და თუ ამას არ აკეთებ აუცილებლად ეშმაკი წაიღებს იმას და შენს ვერ გააკეთებ იმ საფრთხოს ვერაფერს იმიტომ რომ უფალი ბრძანებს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითა და მართვით გადის ეს მოდროობა ქრისტე გვეუბნება ამას და თვითონ იმარხულა ქრისტემ იმარხულა ღმერთ კაცი იყო და მას არაფერი შეაძლდებოდა იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ ვითხრა რომ აი თუ გინდათ გადარჩენა აი ეს არის გზა ეს არის გადარჩენა და სამწუხაროდ ქრისტიანები ქვია და აი მე ვერ მიმარხულებ მე ღმერთი მიყვარს მაგრამ აბა რა ვქნა არ შემიძლია რა შეგიძლია არ შეგიძლია არ შეგიძლია არ გინდა იმიტომ რომ ურწმუნო ხარ იმიტომ რომ უღმერთო ხარ და იმიტომ არ მარხულობ არ გწავს მე კი არა მეცაც გეტყვით ადამიანები არის ქრისტიანები ქვია და მეორე მოსulis არ წავს აღდგომის არ წავს ხო დღევანდელი მეორე საფრთხე აი ყურაც მეშორებუთა წაკითხეთ რომ შენ თუ მიცვალებუთა აღდგომა არ გწავს რა ბაქრის მაშინ ჯობია საფუძვლის იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სიხარული თავარი ქრისტესთან ყოფნა არის რომელიც მოგეცემა რომ აქედან იწყება ქრისტეს ცხოვრება მაგრამ როცა იგივე მიცვალებულთა აღდგომა და ჩვენი საყვარელი ადამიანებთან ერთად ეგ თუ არ აქვს რა ქრისტიანი მე მომისმენია ბევრისგან მოიცაკაც ერთი რა აღდგომა აბა რა გინდა აბა რა ქრისტიანი სამწუხაროდ ესეთი ადამიანებიც არის ხო ასე რომ შენ თუ გწანს მიცვალებულთა აღდგომა შენ თუ გჯერა ესე იგი ქრისტიანია და თუ არ გჯერა არც ხარ ქრისტიანი და თუ ეს გჯერა რომ იქნება მიცვალებულთა აღდგომა და უფლის მეორე მოსვლა და სადაც როგორც იყო ნათქვამი რომ მართალი დაიმკვიდრებენ უფალთან ერთად სასუფეველსო და ცოდვილი საუკუნე სატანჯოს ერთად დაგვიფაროს რომ დაიფაროს ჩვენი ახლობლები ჩვენი ნათესავი ვისთვისაც ლოცულობ ყველა თითოეული ადამიანი არავის შემოგვიმეტებოდეს ჯოჯოხეთ აუცილებლად იცხოვრებ ქრისტესთვის ქრისტესთან და ქრისტეში და აუცილებლად მოგვეცემა ძალა უფლით რათა ჩვენ ნამდგომარეობაშიც არ გინდა ვიყოთ მადლობდეთ მადლიერება არის უმთავრესი ამას წინას ვიგა და კიდე ეხლაც რომ თუ ადამიანს მადლიერება არ აქვს ის ვერ მივა ღმერთი მემუშე ლელი ეძავი ქურდი უფრო შეიძლება სინამდვილეში ჩავარდეს და ღმერთთან მივიდეს თუ ჩავარდება და მივიდანიებს და დიდი შანსია რომ ისე იყოს ვიდრე უმადური ადამიანი რომელიც შეიძლება დიდი ცოდვით არ იყოს მაგრამ ეს უმთავრესი ცოდვაა ადამიანი რომელიც თავშოთ განსაცდელში იყო ღმერთმა გამოიყვანა იქიდან სიკეთე მიეცა მერე მატერიალურად გაძლიერდა ვალები გადაიხადა სახლები და საქმეში წინ ხელი მოემართა და რომ ვეუბნები რომ იოსე მადლობა